მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ჩემი დილა როგორც ყოველთვის იწყება სამზარეულოდან, სულ ერთია კვირის რომელი დღე იქნება. დილას ვიწყებ სამზარეულოში საუზმის მომზადებით, ხშირ შემთხვევაში ბავშვებისთვის საუზმის მომზადებით. დღეს არის პარასკევი, ვამზადებ საუზმეს, ამჯერად ვამზადებ ნიცასთვის განსაკუთრებულ საუზმეს, რადგან ნიცა მარხვაზეა დღეს და მეც მასთან ერთად მარხვაზე ვარ. უკვე ისე ვართ მიჩვეულები, მე, ნიცა და საერთოდ მთელი ოჯახის წევრები, რომ წარმოუდგენელი გვგონია ეს დღე მარხვის გარეშე. რამოდენიმე კვირის უკან მოვამზადებ ბანანის პიროგი რაღაც პატარა ნამცხვარივით და დღეს გადავწყვიტე, რომ ამ მეთოდით მომემზადებინა ფენქეიქები. ავიღე 2 ბანანი, დავუმატე 4 სუფრის კოვზი შაქარი, 4 სუფრის კოვზი ზეთი და 160 გრამი ქვილი. კარგად ამოვურიე, თვითონ ცომი მომეჩვენა ძალიან სქელი და ნელ-ნელა დავუმატე თითქმის 1 ჭიქა წყალი. მივიღე ფანქეიქებისთვის სასურველი ცომი და შევწვი ორივე მხრიდან ცხელ ტაფაზე. კვირის სხვა დანარჩენ დღეებში ვამზადებ კრეატიულ საუზმეებს, ფრანგულ ტოსტებს და სხვადასხვა გემრიელობებს, მაჭკატებიც მომიმზადებია დილით. დღევანდელი დღე ყოველ ჯერზე შემოიფარგლება კარაქიანი პურით, ოღონდ კარაქიც მარგარინია, არის სამარხვა და ამის გამო დღეს ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რისი მომზადება შეიძლებოდა და მოვამზადე ეს ფენქეიქები. ალბათ ყოველ პარასკევს ამას გავიმეორებ, რადგან უგემრიელესი გამოვიდა. ცოტა ნიცას საუზმეზე ვფიქრობ ხოლმე, რაც შეიძლება მეტს, რადგან ყველაფრის მირთმევა არ შეუძლია, კბილებზე აქვს ბრეკეტები და ვაშლსაც ვუჭვრით ხოლმე ძალიან წვრილად, ან ვუხეხავ და სხვა დანარჩენ ბოსტნეულსაც და ხილსაც, ამიტომ ყველაფერი რაც შეიძლება რბილი უნდა იყოს და ამის გამო ყოველთვის ვამზადებ რაღაც განსაკუთრებულს, რბილს, რომ შეძლოს მირთმევა. კოჩას შემთხვევაში უფრო ადვილია და საერთოდ არ ვფიქრობ რა მოვამზადო დილით და რითი ვასიამოვნო, რადგან კოჩას სიამოვნებით მირთმევს დილის საუზმეებს, ხრუხუნას და ხრუტუნას, ასევე ტოსტერებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ახლა გიხსნით რა ხდება კადრში. ამ დროს კოჩა შემოვიდა სამზარეულოში და დაიწყო წუწუნი, რომ მე არ მიყვარს ბანანიანი ფანქეიქები და ჩვეულებრივი ფანქეიქები რატომ არ არისო. მოკლედ, უცებ ერთი კვერცხით გავთქვიფე და მოვამზადე ფანქეიქები. სხვათა შორის არაფერი არ ამიწონია, ყველაფერი თვალის ზომით, როგორც მახსოვდა, ისეც ჩავასხი და უფულესი და უგემრიელესი ფანქეიქები გამოვიდა. არა, მე კი არ ვიცი ახლა როგორი გამოვიდა, გემრიელი იყო თუ არა, რადგან არ გამისინჯავს და როგორც კოჩამ მითხრა, ძალიან გემრიელი იყო და ასევე მოითხოვა, რომ სკოლაშიც გამეტანებინა ეს ფანქეიქები, რაც შეიძლება ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვერცხისგან მოვამზადე და თვალის ზომით ავიღე, ძალიან ბევრი გამოვიდა ეს ფანქეიქებიც და ბანანის ფანქეიქებიც, რომელიც შემდეგ დარჩა და საღამოსაც მიირთვეს ბავშვებმა. ნიცა არის ახლა მე-7 კლასში, სულ რამოდენიმე თვეში მე-8 კლასში გადავა და თითქმის ნახევარი წელია უკვე აღარ მიაქვს საუზმე სკოლაში, როგორც თვითონ ამბობს, ბრეკეტების გამო ვერ მიირთმევს და თან უკვე დიდი გოგო ვარ და აღარ მჭირდებაო. მოკლედ, ასეთი ფუნთუშები გავატანე დღეს, ვცდილობ, რომ რაც შეიძლება რბილი სასუსნაოები ჩავუდო ხოლმე ჩანთაში, ყოველი შემთხვევისთვის.
ახლა არის დილის 7 საათი, გავაცილე ნიცა სკოლაში და მოვუმზადებ გოჩას საუზმეს. ეს არის სკოლაში წასაღების საუზმე და ზუსტად 3 კვირაა ერთი და იგივეს ვუდებ გოჩას ჩანთაში. მოკლედ გოჩას თხოვნით აუცილებლად უნდა იყოს დაჭრილი კიტრი და ამ ბურგერის პურში მომზადებული სენდვიჩი. ვუსმევ მაიონეზს და კეჩუპს ერთად, შემდეგ ვდებ საექიმო ძეხს და ბურგერის ყველს. მოკლედ როგორ არ ბეზრდება ეს საუზმე არ ვიცი და შემდეგ აუცილებელია რომ იყოს რაიმე გემრიელობა. გემრიელობა აუცილებლად რომელიც მე თვითონ მოვამზადე სხვას როგორც ნიცას დაფასოვებულს და მაღაზიისას ესე არ წაიღებს აუცილებლად სახლში მომზადებული უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში საღამოობით ვაცხობ ხოლმე მაფინებს ან ბელგიურ ვაფლებს რომ შემდეგ დილით სკოლაში წაიღოს, მაგრამ დღეს რახან მომზადებული იყო უკვე ფენკეიქები, ბარემ ფენკეიქებიც ჩავოდე. ახლა არის 8 რაღაც წუთები, ჯერ კიდევ დრო მქონდა და ლოგინები ავალაგე, გავაცილე გოჩაც სკოლაში, გოჩა 8:30-ზე გადის სახლიდან და მიდის ველოსიპედით, რადგან უკვე კარგი ამინდებია და ველოსიპედით წასვლა უფრო ადვილია. სამზარეულოა აყრილი ჩვენი დილის საუზმეების შემდეგ. ასე იყრება ხოლმე, როცა არ არის განთავისუფლებული ჭურჭლისარეცხი მანქანა, რადგან გროვდება და ერთმანეთზე იდება ნიჟარაში, სხვა დროს ეგრევე ვდებ ჭურჭლის მანქანაში და ასეთი ქაოსი აღარ არის. ამჯერად ღამე ჩავრთე და ამის გამო დაგროვდა ასეთი ქაოსი, მოკლედ ახლა ყველაფერს დავაბინავებ და როგორც იქნა მოვა ჩემი ყავის დროც. ყავას რაც შეეხება, როგორც იცით, ვსვავ კოფეინის გარეშე, საშინელი გემო აქვს, ასე მგონია რომ რაღაც ყავის გამოვლებულს ვსვავ წყალწყალას, ასე მგონია რომ მიწის გემო აქვს, მიწის და აგურის, არ ვიცი რატომ ვერ ვეგუები და დღეში ერთხელ ვსვავ აუცილებლად კოფეინიანს, რადგან მართლა არ შემიძლია, მთელი დღე შემდეგ გათიშული ვარ და თითქოს რაღაც მაკლია. ვცდილობ რომ დილის საათებში 12-მდე მივირთვა კოფეინიანი ყავა და შემდეგ უკვე ჩაის ვსვავ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ერთადერთი ყავა კოფეინის გარეშე იყო უგემრიელესი საფრანგეთში. საფრანგეთში რომ ვიყავით წინა თვეს, დედიკომ მიყიდა რაღაც ყავა კოფეინის გარეშე და იმას ჰქონდა მართლა ყავის გემო, უგემრიელესი ყავა იყო. მას შემდეგ რაც ჩამოვედით და ის ყავა დამიმთავრდა, დავიწყე ძებნა ჩვენთან მაღაზიებში 3 თუ 4 განსხვავებული კოფეინის გარეშე ყავა მაქვს და ყველა ერთმანეთზე უარესია. ყველას თითქოს ერთი და იგივე ტალახის გემო აქვს. მოკლედ 3 თვე დამრჩა და კიდევ როგორმე მოვითმენ და როგორმე გადავაგორებ ამ 3 თვესაც.
სამზარეულოც კარგად მივალაგე, მოვიდა ჩემი ყავის დროც და ამჯერად გადავწყვიტე, რომ კოფეინის გარეშე დავლიო, რადგან ვხვდები, როდის მჭირდება კოფეინი და როდის არა. ამჯერად უკვე კარგად ვიყავი, მოკლედ კარგ ენერგიაზე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ის ყავა შემდეგისთვის გადამედო. ხან არის, რომ ასე მთელი დღე ვფიქრობ, რომ აი ჯერ არ მჭირდება და დღეც ისე გადის, რომ კოფეინს არ ვიღებ, ამიტომ ცოტას ვითმენ ხოლმე. გავედი აივანზე და ჩემთვის წყნარად დავლიე ყავა. ჩემი ყოველი დილა თითქმის ერთი და იგივეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღარ ვმუშაობ და სახლში ვარ. თუ დილიდან გასასვლელი არ ვართ და რაიმე ვიზიტი არ არის დაგეგმილი, მაშინ თითქმის ერთი და იგივეა. ყავის შემდეგ ხშირ შემთხვევაში მივდივარ თავის მოწესრიგებას ვიწყებ და ახლა უკვე მას შემდეგ, რაც ეს სავარჯიშო აპარატი დაგვემატა, ვიწყებ 9 საათის სიარულს, ცოტა ვარჯიშს და შემდეგ უკვე გადავდივარ თავის მოწესრიგებაზე. კიდევ ერთი ჭიქა ყავა, რა თქმა უნდა, სხვაგვარად არ შეიძლება. აქამდე სამსახურში მეუბნებოდნენ, რომ სისხლის მაგივრად ალბათ ყავა გიჩქებსო, რადგან სამსახურში ლიტრობით ყავას ვსვავდი, ახლა კი აღარ ვსვავ ლიტრობით, მაგრამ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დავლიო. დღეს თუ არ ვცდები, სულ 3 ჭიქა მაქვს დალეული კოფეინის გარეშე. მოკლედ დღევანდელ დღეს შევძელი და იმის გამო, რომ ვმარხულობ, არ დავიდე ეს ცოდვა საკუთარ თავზე და არ დავლიე კოფეინიანი ყავა. თმას რაც შეეხება, სრული სერიოზულობით შეზესყებული მაქვს საკუთარი თმა, ხან რას ვუკეთებ. ყოველჯერზე მინდა რომ შევჭრა, მაგრამ შემდეგ ვჩერდები, რადგან ძალიან ბევრჯერ შევჭერი და ვინანე, ამჯერად მინდა რომ ცოტა მაინც გაიზარდოს. წინარსაც ყოველჯერზე ვაწვალებ და დღეს გადავწყვიტე, რომ ცოტა შემეთხელებინა. როგორც ხედავთ, ავწიე წინარის ზედმეტი თმა, პატარა თმები და ოდნავ გავათხელებ. ვფიქრობ, რომ ასე უფრო უკეთესია და უკვე ასე გავაგრძელებ, რომ ასე გაიზარდოს. გვერდებზე პატარა თმებს გავზრდი, ხოლო დანარჩენს შევჭრი ხოლმე. შემდეგ აუცილებლად ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს, რადგან ეს პირადად ჩემთვის აუცილებელია. რამოდენიმე დღის უკან წავისვი სახეზე მხოლოდ მკვებავი და მეთქი დღეს არაფერს არ წავისმევ სახეზე. მთელი დღე დავდიოდი რაღაც სხვანაირი, ვფიქრობდი, რომ იქნებ თავს ცუდად ვგრძნობ თქო, მაგრამ ვხვდები, რომ თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაგრამ ისე არ ვარ, როგორც უნდა ვიყო. მოკლედ ბოლოს მივხვდი, რომ მაკიაჟი რომ არ მეკეთა და ყოველ ჯერზე რომ გავივლედი და სარკეში ვიყურებოდი, ის მხდიდა ცუდად. შემდეგ 4 საათზე გავიკეთე მაკიაჟი და მოვედი ცოტა ხასიათზე. ასე რომ გოგოებო, აუცილებლად მივაქციოთ საკუთარ თავებს ყურადღება და სულ პატარა, სულ მსუბუქი მაკიაჟიც არაფერს გვავნებს, პირიქით აგვიწევს მთელი დღის მანძილზე განწყობას და საერთოდ ტონალურს არ ვისმევ ხოლმე სახლში, მაგრამ ამჯერად ნახეთ, რომ ტონალურიც წავისვი, რადგან დღეს ნიცასთან ერთად ვარ გასასვლელი ქალაქში, შარვლის ყიდვა უნდა და ბარემ მოვიმზადე უკვე. ჩემს ყოველდღიურ მსუბუქ მაკიაჟში შედის მკვებავის შემდეგ გაკეთებული კონტური, უпростоრად სახის კონტურინგი, შემდეგ ბლაში, წამწამებზე ტუში, ასევე ეს ბოლო ხანია ვისმევ თვალის ქვეშ შავ ფანქარს. შავი ფანქარი არ მაქვს წასმული ალბათ 5 წელია და ახლა გადავედი ისევ ამაზე და აუცილებლად ტუჩსაცხი, რადგან მაქვს ძალიან მკრთალი ტუჩები,
მკრთალი ტუჩის კონტური და სანამ ტუჩსაცხს არ წავისმევ, იქამდე არ ეტყობა. სულ ეს არის ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი, რა თქმა უნდა, თუ ვიცი, რომ გასასვლელი ვარ, მაშინ უფრო მეტს ვიკეთებ, თუ არა და მხოლოდ ამით შემოიფარგლება, სულ რაღაც 5-10 წუთი და შემდეგ მთელი დღე კარგ განწყობაზე ვარ. ახლა ვალაგებ სააბაზანოს, თავის მოწესრიგების შემდეგ ისე არ გამოვალ სააბაზანოდან, რომ არ დავალაგო და კიდევ ერთი ჩემი წიკი არის ონკანის და პრიალა უფრო სწორად ონკანების გაბრიალება. ალბათ ღამის 3 საათზე რომ შევიდე სააბაზანოში და დავინახო, რომ არ პრიალებს, დავიწყებ გაბრიალებას. ჩავთი ასევე სარეცხის მანქანა, ადიელა მქონდა გასარეცხი გოჩას ოთახიდან და გადავწყვიტე, რომ დამემატებინა პირსახოცები. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი იყო, ამიტომ ორჯერ მომიწევს გარეცხვა, ორ ნაწილად გავყავი მოკლედ. გადავდივარ მისაღები ოთახის დალაგებაზე, აქ სიმართლე გითხრათ, დიდად დასალაგებელი არაფერია, უბრალოდ ზედმეტი ნივთებია ასაღები, რომელიც არც თუ ისე ბევრია და მტვერი ასაღები, გასამტვერს ასრუტებელი მორჩა. ხანდახან ვფიქრობ, რომ რამოდენიმე თვეში ეს მისაღები ოთახი ყოველდილით იქნება ქაოსში, ყველგან ალბათ პატარას ნივთები ეყრება და ასე შემდეგ, ასე რომ ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჯერჯერობით მისალაგებელია ხოლმე. ფასდაკლებებზე შევიძინე ეს კვერცხის ფორმის დასადები მაპები და ვფიქრობ, რომ ყოველდღიურადაც ლამაზი გამოსაყენებელი იქნება და ჩემი აზრით ეს არის ბაზა, რომელიც შეგიძლია რომ წლის ნებისმიერ დროს გამოიყენო, მთლად კვერცხსაც არ გავს, ჩემი აზრით წვეთებს უფრო გავს და ასევე შევიძინე ეს ულამაზესი საკამფეტე, ასევე კორდღლის ყურებით და ვფიქრობ, რომ წლის ნებისმიერ დროს არის გამოსაყენებელი. აქამდე კურდღლებიან ჭურჭელს და საერთოდ ნივთებს, რომლებიც იყო განკუთვნილი სააღდგომოდ ლამაზ-ლამაზ რაღაცებს ვინახავდი ხოლმე, ამჯერად გადავწყვიტე, რომ აღარაფერი აღარ შევინახო, კურდღლებიანი ჭურჭელი ულამაზესი იქნება გაზაფხულზეც და ზაფხულშიც. ასევე ვფიქრობ, რომ წლის ნებისმიერ დროს, ამიტომ კურდღლებიანი რაღაცეები, ლამაზი ჭიქები და ასე შემდეგ, ყველაფერი დავტოვე და ვიხმარებთ უკვე ყოველდღიურობაში. დღეს არის პარასკევი, ამის გამო ბავშვები პირველ საათზე მოვლენ სახლში, ახლა არის პირველის ნახევარი და ვამზადებ სადილს, გოჩა არ მიირთმევს, რა თქმა უნდა, რადგან სკოლაში სადილობს და ისე მოდის პირველის ნახევარზე სკოლაში აქვს სადილი, ხოლო ქალბატონი ნიცა უკვე აღარ სადილობს, აღარ უნდა, რაც შეიძლება მალე უნდა რომ სახლში მოვიდეს და ვიფიქრე, რომ რაიმეს მოვამზადებ თქო. თან მეც არ მისაუზმია ნორმალურად, დილის შემდეგ რაც ბანანის პანკეიქები გავსინჯე, მას შემდეგ არ მიჭამია და ვფიქრობ, რომ უკვე დროა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაიმე სამარხო მომემზადებინა. ვაპირებდი ბრინჯის მოხარშვას და შემთხვევით წავაწყდი ამ მაკარონებს, რომელიც ასევე სამარხო იყო, აუცილებლად ვკითხულობ ყველაფრის შემადგენლობას, ეწერა რომ იყო კვერცხის გარეშე და ცხოველური პროდუქტების გარეშე. მოკლედ ესე იგი სამარხოა.
ამ მაკარონს ზოგადად ვამზადებ ქათმის ფილეთი, ბულგარული წიწაკით და სტაფილოთი. დღეს გადავწყვიტე, რომ ქათმის ფილე არ მეყო მხოლოდ, დანარჩენი ყველაფერი გამოვიყენე. ასევე მქონდა 2 სოიოს соуსი, ერთის შემადგენლობას მოკლედ ვერ მივხვდი, რაღაც დანამატები ჰქონდა და ზუსტად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს დანამატები, ამიტომ სადაც ეწერა, რომ მხოლოდ სოიოს მარცვლებისგან იყო დამზადებული და შაქრის გარდა სხვა არაფერი ჰქონდა დამატებული, ის გამოვიყენე. ეს მაკარონი ჩავალბე ცხელ წყალში 5 წუთით, იქამდე მოითუშა სტაფილო და ბულგარული წიწაკა, შემდეგ ავურიე ერთმანეთში, მოვასხი სოიოს соуსი, ასევე სეზამის მარცვლები, შემდეგ მოვაყარე ასევე ცვანური მარილი და ძალიან მოუხდა და მორჩა უგემრიელესი აზიური სადილიც, ასევე სამარხო რა თქმა უნდა, მზად არის. ბოლოს მოვაყარე გაყინული ხახვი, მწვანე ხახვი და ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. შემდეგ გადავწყვიტე, რომ მომემზადებინა რაიმე ნამცხვარი, ოღონდ ეს ნამცხვარი არ არის სამარხო და ეს ნამცხვარი იქნება ხვალისთვის მზად. ხედავთ რა ჭკვიანი ვარ? მე თვითონ არ ვჭამ და არც ხვებს არ ვაჭმევ. გადავწყვიტე, რომ რაიმე თაფლიანი ფირფიტები გამომეცხო. ავიღე 3 კვერცხი, მარგარინი, შაქარი და თაფლი დავადგე პლიტაზე, გაზზე უნდა მეთქვა და ვურევ მანამ სანამ ყველა პროდუქტი არ გაიხსნება. შაქარიც კარგად უნდა გადნეს. ამჯერად არ გამოვიყენე ორთქლის აბაზანა, რადგან თავი არ მქონდა ეხლა აბაზანების და იმების, ამიტომ სქელძირიან ქვაბში უბრალოდ დავდგი და გადავადნე ყველაფერი. დავუმატე შემდეგ ფქვილი, აუცილებლად დავდებ ინფობოქსში რეცეპტს და თუ დამავიწყდა რეცეპტის დაწერა, აუცილებლად შემახსენეთ, რადგან ხშირ შემთხვევაში მავიწყდება ხოლმე. დავუმატე 600 გრამი ფქვილი და ხელზე იკრავს, მაგრამ 600 გრამი სავსებით საკმარისია. შემდეგ ჩავდე მაცივარში, რამოდენიმე საათით, მინიმუმ 1 საათით მაინც უნდა იყოს მაცივარში, რომ კარგად გამკვრივდეს და წავედი ნიცასთან ერთად შარვლის საყიდლად. რაც შეეხება ნამცხვარს, ჩიტის რძეს რომ ეძახიან, იმ ნამცხვრის მომზადება მინდა თაფლიანი ფირფიტებით. ადრე მახსოვს პატარა რომ ვიყავი და ახალ წელს სადაც არ უნდა მივსულიყავი, აბსოლუტურად ყველგან იყო მედოქი და ჩიტის რძე. ჩემი აზრით ერთი და იგივე იყო, უბრალოდ ამას გადასხმული ჰქონდა შავი შოკოლადის ზემოდან და ამ ნამცხვრის მომზადება მინდა. ბარემ დავდგი 9 ლიტრა რძეზე კრემი, დავხარშავ ფაფას, სანამ მოვალ გაცივდება და შემდეგ გავთქვებავ კარაქთან და შედედებულ რძესთან ერთად. ახლა არის 5:09, მე და ნიცა მზად ვართ უკვე და მივდივართ. გადავწყვიტეთ, რომ ავტობუსით წავიდეთ, რადგან ასე უფრო ადვილია პირველ რიგში და შემდეგ სერგოსთან ერთად არ გვიყვარს მაღაზიებში წასვლა, რადგან ძალიან გვაჩქარებს. ისედაც მალე მოვედით, რადგან ვერაფერი ნორმალური ვერ ვნახეთ. მე ჩემთვის უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვყიდულობ, რადგან ხედავთ ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ დამრგვალებული და 2000 შარვლის მოზომვის შემდეგ, როგორც იქნა ქალბატონმა აირჩია თავისთვის შარვალი. სიმართლე გითხრათ, აქამდე რომ მიმყავდა საყიდლებზე, ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება ლამაზი შარვალი აგვერჩია და მე ვირჩევდი უფრო ვიდრე ნიცა და შემდეგ არ იცმევდა. უამრავი შარვალი აქვს, რომელსაც სკოლაში არ იცმევს და არა მარტო შარვალი, ტანსაცმელი იცმევს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემთან ერთად გადის და გადავწყვიტე, რომ აეღო ზუსტად ის, რაც თვითონ უნდოდა და ზუსტად ანალოგიური აიღო, რაც
ზედ ეცვა, უბრალოდ ცოტა შეცვლილი იყო ფასონი, მოკლედ. ჩემთვის სულ ერთია, მთავარია რომ იხმაროს და ერთი და იგივე შარვლით არ იაროს ოღონდაც სკოლაში. საღამოს გავაბრტყელე ფირფიტები, ჩემი მომზადებული ცომი გავყავი 3 ნაწილად. ასევე აუცილებელია რომ გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი ფქვილი და გავაბრტყელოთ ეგრევე გამოსაცხობ ქაღალდზე, ასე უფრო ადვილი გადასატანია და ვაწყობ ზუსტად 5 წუთით 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. შემდეგ მოვამზადე კრემი და კრემი ისეთი არ გამოვიდა როგორიც უნდა ყოფილიყო, რადგან შედედებული რძე იყო ძალიან თხელი და რომ ვნახე რომ უკვე ძალიან გამითხელა კრემი, ნახევარი დავუმატე. გემოთი არ ვიცი როგორია, რადგან არ გამისინჯავს და იმედი მაქვს რომ გემრიელი იქნება. ხვალ დავაგემოვნებ და გავიგებ რა გამოვიდა. 5 წუთის შემდეგ გამომაქვს ერთი ფირფიტა, მეორე უკვე გაბრტყელებულია, გადამაქვს და ვჭრი გვერდებს ზედ ფორმაზევე ვაძლევ თავისივე ფორმას. ამ გვერდების მოჭრით გამომივიდა კიდევ ერთი ფირფიტა და სულ გამოვიდა 4 უზარმაზარი ფირფიტა. თვითონ ცომს ვაბრტყელებ რაც შეიძლება ძალიან თხლად, შემდეგ ჩანგლით არ ვუკეთებ არანაირ ნასვრედებს და მაინც არ ამოდის, არ ფუვდება და გამოდის ასეთი კარგი ფირფიტები. გამოვიდა სულ 4, შემდეგ დავკრემე, ზემოდან მოვასხი შოკოლადის გლაზური და ჩავდე მაცივარში. ამ გემრიელ ნოტზე დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.